მოგესალმებით, გთავაზობთ რიჩარდ გრის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა ეთერ ტელეშოუზე. გვარი არ მახსოვს, ახალი გავიხსენებ. მაიკლ მაზოლას ტელეშოუზე. ეს არის პოდკასტი ეპიზოდი 3. წამყვანი მაიკლი მიესალმება დოქტორ გრილს. მაიკლი ეკითხება სტივენს, როგორ არის მისი საქმეები. სტივენი გრილი პასუხობს, რომ გუშინ მთელი ღამე ერკვეოდა იმ ინტერვიუს შემდეგ, რაც გუშინო ჩატარდაო, მთელი ღამე ვარკვევდიო იმ ტაბლოიდებს, არ ვიცი რა ტაბლოიდები იყო წარმოდგენილი და მე მინდა კომენტარი გავუკეთო ამას. ჯეიკ ბარბერთან ერთად ჩვენ მუშაობთ, მე მუშაობ ჯეიკ ბარბერთან ერთად. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი წელიწად ნახევარი წლის უკან, შეიძლება 20 თვის უკან. ის არის სპეცნაზიდან და ის უზარმაზარ კოსმოსურ კომპანიაში. ახლა მე ვიცი ეს რა კავშირებია. მან არ გახსნა ეს კავშირები. ის და სხვა ადამიანები სინჯავენ ნიადაგს იმ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რით იყვნენ დაკავებული, რომ მოეძებნათ არამიწიერი ხომალდეები და ეს ყველაფერი არა, რაც თქვენ იმ გამოშვებაში ნახეთ. პირველადი გეგმა შედგებოდა იმაში, რომ მოეყოლათ ხალხისთვის თუ რაში მდებარეობდა ეს ყველა პროექტი, როგორ ვითარდებოდა, როგორ იყო ყველაფერი ეს გაკეთებული. ბოლო თვეების განმავლობაში ყველაფერი წავიდა სხვანაირად და არა ისე როგორც დაგეგმილი იყო. დაგეგმილი იყო შეგვეგროვებინა ამ ოპერაციების მტკიცებულებები, ხომალდეებზე, ოპერატორებზე, ადგილებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ანონიმურად. მათ არ სურდათ თავისი საკუთარი თავები გამოიშკარავებინათ ოპერატიული უსაფრთხოების გამო და საკუთარი თავის დაცვის გამო. როგორც თქვენ ნახეთ ამ შოუზე, ადამიანებს თურმე კლავდნენ, ისინი დაწვრილებით არაფერს ყვებოდნენ. იყო შემთხვევები ადამიანების დაღუპვისა ამ ოპერაციებთან დაკავშირებით და ადამიანები ცდილობდნენ გადარჩენილები ამაზე მოეყოლათ და ახლა გახდა, ესე იგი, დადგა უბრალოდ გარდატეხის პერიოდი, დადგა გარდატეხის მომენტი, როდესაც ამ ხალხმა უნდა მოგვიყვან ყველაფერი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამერიკის მთავრობა არ ახდენს მათ დაცვას, არ აქვეყნებს განკარგულებას მათ დაცვაზე, არც კანონიერ პროექტებს იღებენ, რომლებიც დაიცავდნენ ადამიანებს და მისცემდნენ საშუალებას მათ გამოვიდნენ არაკანონიერი ოპერაციებიდან, რომ ისინი არ განდევნონ, უბრალოდ მაპატიეთ, რომ მათ არ დაუწყონ დევნა. მათ აქვთ ამნისტია და ფიზიკური დაცვა და სამართალდამცავი ორგანოები აქაც დასაზღვარგარეთ აიყვანონ ხელში ეს არაკანონიური პროექტები, რაც არც ისე იოლია. არის ცალკე გუნდი, რომელთანაც მე მუშაობ. ეს არ არის დაკავშირებული ჯეიკობ ბარბერთან და მის გუნდთან, მაგრამ მე ისინი გავაცანი ერთმანეთი, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. ახლა პრობლემა იმაშია, რომ ეს ყველაფერი ირევა და ამ შოუს დასახელება უნდა იყოს ამ საქმის გახსნა. მე მინდა ცოტა მოყვე იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ 34 წლის განმავლობაში, როდესაც მე დავიწყე ამით საქმიანობა. მე ვუშვებდი ბევრ შეცდომებს, ჩვენ დღესაც ვუშვებთ შეცდომებს, ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ ვწდებით. და როდესაც შენ გააქვს რაღაც ინფორმაცია, შენ სულ აკეთებ ვარაუდებს, მაგრამ ის არასდროს არ არის სრული ბოლომდე. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვაგროვებთ ამ ინფორმაციის ნაწილებს, რომელსაც ღებულობთ 1000 ინფორმატორებისაგან, რომელთანაც ქონდა საუბარი. ხდებოდი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ვცდილობთ მათგან შევქნათ ერთი სრული სურათი, მოზაიკა, რადგან თქვენ ახავთ, რომ ასეთი ადამიანები, როგორც მისტერ ბარბერი და მისი ჯგუფი, იყვნენ
ჩათრეული ძალიან სპეციფიკურ ოპერაციაში. ამ ოპერაციასაც ჰქონდა კონკრეტული მიზანი და ის მოგიყვება თქვენ ამაზე, მაგრამ ის არ იყო საქმის ყურში იმისა, რა ხდებოდა, რა ემართებოდა ამ ხომალდებს და რა დაემართა ამ ხომალდეს შემდგომში. მე მომიწია ნაკუთ-ნაკუთ შემეგროვებინა ინფორმაცია ასობით ამ ინფორმატორებისაგან 10 წლეულობის განმავლობაში და თქვენ ახავთ ამას თუ შეხოთ საიტზე pr-ში.com pr-ში.com სხვათა შორის აქ ეს საიტი როგორც იქნა საიტის დასახელება მე დავიმახსოვრე, იმიტომ არ გეუბნებოდით რომ ძალიან ვერ დავიჭირე გამოთქმა. კი, რუსულად კი ყვება ოპერატორი, მაგრამ ზოგჯერ ჩქარა ლაპარაკობენ და ახლა აგერ უკვე ვერ გავიმეორებ ამას მე. ხო და აგერ დავასახელე საიტი და თუ იმეს გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ შეხვიდეთ. ზუსტად ამ საიტზე არის ინგლისური თუ იცით ოღონდ. ამ საიტზე 762 ინფორმაცია. ზოგი სახელები არის გამოგონილი, რადგან ისინი არ დათანხმდნენ საჯაროდ გამოცვლაზე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თუ თქვენ გაქვთ ნახევარი სურათი, თუნდაც თქვენ იყავით ოპერატიკები, სპეცნაზელი ამ სამყაროში 10 წლეულობის განმავლობაში, 10 წლეულობის რაღაც წლებში. თქვენ ვერ შეძლეთ მთელი მოზაიკის ნახვას, უпроსტად თქვენ შეძლეთ სრული მოზაიკის ნახვას და აი აქ იწყება პრობლემები. მე ნანახი მაქვს ეს ინფორმატორები როგორ ხდებოდნენ ამ სიტუაციებში. ისინი ხდებიან მედიას კანკელზე, რომლებიც აქვეყნებენ ცრუ და დაუკავშირებელი ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეში ძალიან უარგისია. ის ხელს უშლის სიმართლის მოდევნას, სიმართლის ძიებას უკაცრავად. მე ახლა ვარ ვაშინგტონში და მინდა შევხვდე ახალი ხელისუფლების ადმინისტრაციას. და ჩემი მთავარი მიზანია სიმართლე მივიტანო ისე, რომ ამან დააზიანოს ადამიანის ცნობიერება. ამიტომ მე უბრალოდ მინდოდა ამეხსნა თქვენთვის, რომ ჩვენ შევქმნით უზარმაზარი მოზაიკა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მე მქონდა რაღაც წყარო. ამ წყაროს წარმომადგენლები არიან ასობით ადამიანი, როგორც მისტერ ბარბერი და მისი გუნდი. თქვენ შეგიძლიათ შენიშნოთ, რომ ისინი გრძნობენ შიშს და ისინი ამის გამო მათ ვერ გაამტყუნებ. მერე კიდევ მათ შეუძლიათ მხოლოდ იმაზე ისაუბრონ, რაც იციან. შემდეგ კი თუ ისინი მოხდებიან ადამიანების გავლენის ქვეშ, რომლებსაც უნდათ ამ თემაზე შუს გაკეთება, რის რეკომენდაციას მე ვერ მოგცემ, ეს იქნება პრობლემა. ისინი არიან თავისთვის, მათ აქვენ თავისი იდეები, ისინი არ არიან ჩემი ხელქვეითები. ჩვენ გროვდებით, მსჯელობთ, დასაკვირველია ყოველთვის ერთი აზრის არ ვართ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებული იქნას მათ წინააღმდეგ. მე ახლა ვიყენებ ტერმინს ზახვად, რაც ნიშნავს დაპყრობას ამ შემთხვევაში და ახდენენ გავლენას შედეგებზე. მაგალითად 1966 წელს დაიხურა პროექტი ცისფერი ლურჯი წიგნი, უბრალოდ პროექტი ლურჯი წიგნი, სინია კინგა. ეს პროექტი იყო დახურული უკაცრავად იმიტომ, რომ ЦРУ-მ ამერიკის სადაზვერვო სამმართველომ მოახდინა ზედაწოლა პროფესორ კონდომზე, რომ მათ გაეცათ წინასწარ მომზადებული შედეგი. ესე იგი, მათ უნდა ეთქვათ, რომ აქ არაფერი არ არის გამოსაკვლევი. ისევე ხდება მედიაში, ხდება დაპყრობა, აკადემიური გარემოსი და სახელმწიფოს დაპყრობა, აგრეთვე ხდება დაპყრობა და მანიპულირება კონგრესის წარმომადგენლებით და მანიპულირება პრეზიდენტებით. მე პირადად ვიყავი მოწვე ყველაფრის ამისა და ეს არც ისე სასიამოვნო ისტორია. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ეს ყოველთვის განერვიულებს. თუმცა ეს მოულოდნელი არ არის. მე ვერ ვიტან ამას. მე მინდა თქვა, რომ ეს რაღაც ახალია და
შოკის მომგვრელი, მაგრამ ეს ასე არა სინამდვილე. სამწუხაროდ ეს ჩვეულებრივი მოვლენა. ამ საქმეში იწყებენ ჩარევას წვრილი ტაბლოიდები, რომლებიც სავარაუდოდ შექმნილია ოპერაციებისთვის, რომ შეაგროვო ინფორმაცია, შემდეგ ეს ინფორმაცია გაამბროდოს, შეცვალო. მაგალითად, ჩვენ ვიცით ბილ გრემიდან, უпростоრად ჩვენ ვიცით ბილი გრემისაგან, რომელიც თანამშრომლობდა სენშლ იმ კლავრომ, რაც ხარ რთული ის არის დასახელება კომპანიის, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? National Inquirer, რომ ესე იგი ამ კომპანიის შემქმნელთან მუშაობდა ფსიქოლოგიური განყოფილებაში ფსიქოლოგიური ოპერაციების მაპატიეთ, ფსიქოლოგიური ოპერაციების განყოფილებაში მუშაობდა ეს კაცი, ახლა ვიზეც ლაპარაკობს. მას ვერბოვკა გაუკეთა ЦРУ-მ და აფინანსებდა მაფია, რომ დაეხსებინა National Inquirer, ეს კომპანია. არის ამის დოკუმენტაცია და ეს იყო მედია, რომელიც აქვეყნებდა NLO-თან დაკავშირებულ ინფორმაციას, რადგან ტაბლოიდი National Inquirer იყო იმდენად დისკრედიტირებული, როგორც საიმედო წყარო ახალი ამბებისა, რომ ეს თემა დააკავშირა National Inquirer-თან და დააზარალეს ის. ასეთნაირად მას გაუკეთეს ნეიტრალიზაცია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მე ამაზე მინდოდა მომიყვა როგორც ისტორიული თვალსაზრისით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარია, რომ არის ჯგუფი, ამ ჯგუფში არიან გამოაშკარავებლები, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროგრამებთან და სხვა სფეროებში. მაგალითად, ამ კადრზე ჩანს ობიექტი, მე მოგვიანებით გაჩვენებთ, კვერცხის ფორმისა, რომელიც მათ აზრით არ არის არამიწიერი. ახლა გაჩვენებთ. აგერ ზევით ხედავთ პატარა კვერცხისებურ ობიექტს. აგერ ახლა გადაადგილდა და ჩანს კარგად, აი ეს. აგერ ხედავთ ხომ? ბურთივით რომ ოღონდ ცოტა მოგრძელებულია კვერცხივით. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ არსებები ცოცხალი, ესე იგი, სასიცოცხლო ფორმები ზომით 1-დან 3 ფუტამდე, რომლებიც გადაადგილდებიან. მოიცადეთ? Это не просто белая краска. Когда вы сказали перламутровый корабль, это очень необычный материал, и он не очень большой, около 2025 футов в диаметре. Но если вы ростом всего 3 фута, это было бы похоже на то, как если бы я был на диске диаметром 40 футов. Потому что мой рост 6 футов 4 дюйма. Так что я думаю... ასე რომ აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ეს არის უცხო პლანეტარული სასიცოცხლო ფორმა, რომლესაც უარყოფენ დედამიწაზე. შულზე ითქვა, რომ ეს ის ხომალდია, რომელიც დაიპყრო სამხედრო ფრინავებმა და იყო თეთრი ფერის. მაგრამ ეს არის პროდიუსერების ბრალი, რადგან მათ არ ყოფნით ინფორმაცია. თითქოს ეს ხომალდი ხელოვნური შექმნილი იყოს. არის ხომალდები, რომლებიც არ გავს ადამიანურს, მაგრამ შემდეგ გამოჩნდება მათი ასლები. ეს ასლები შექმნეს შეგნებულად, რომ შემდგომში ჩაერთოთ დეზინფორმაციის გავრცელებაში. შექმნაში ჯერ და შემდეგ გავრცელებაში. ჯესმა მითხრა, რომ ჩვენ ხშირად მივიღებთ ინფორმაციას იმ ტექნოლოგიებზე, რომელსაც ქმნიან Lockheed. მეორე სიტყვა ვერ დავიმახსოვრე. ეგეც კომპანიაა, ოღონდ აქ ხდება ხომალდების აგება. Northrop Grumman ან ლეწენი.
ჩვენ ყავდა მოწმე, რომელიც აპირებდა საჯაროდ გამოსვლას 2023 წელს ღონისძიებაზე ჩვენ ნაციონალურ პრეს კლუბში. ის იყო გუნდში, რომელიც ძიებით იყო დაკავებული სხვა რაიონში, ჩრდილო ნევადის პოლიგონზე. ის აპირებდა კონგრესის წინაშე გამოსვლას, მაგრამ მას ემუქრებოდნენ, რომ თუ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა წინ, მას დააპატიმრებდნენ. ასეთი რაღაცა ხდება ხშირად. ვინც ასე ექცევა მოწმეებს, ისინი უნდა იყვნენ ყველა დაპატიმრებული. რადგან ისინი ხელს უშლიან მოწმეებს მათი მახინაციის გასაჯეროებაში. მე მინდა ვთქვა, რომ მისტერ ბარბერი არ არის ცნობილი პიროვნება და მას არ აკონტროლებს არც კონგრესი და არც პრეზიდენტი და ეს არის კრიმინალური წარმოება და ამის დამტკიცება შეიძლება. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ ამერიკის მთავრობას არ ექნება საკმარისი მტკიცებულება, მთავრობას არ ექნება საშუალება ეს ყველაფერი გამოასწოროს. რადგან ეს მოწმეები მართლა საფრთხეში არიან, დიდ საფრთხეში, რადგან კონგრესი, თეთრი სახლი და ვაშინგტონმა ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რასაც ჩვენ ვურჩევდით ბილ კლინტონს თავის დროზე. თქვენ შეგიძლიათ ამის ნახვა ჩვენ არქივში 1994 წლის და 1994 წლის ინფორმაციაში. არის პროგრესი. მე მაქვს ნანახი იმ პროექტების განკარგულებისა, რომელიც ახლა ამ პერიოდში განიხილება. სიმართლეს გეუბნებით, მე ისინი მაქვს ნანახი. ოღონდ მე ვერ ვიტყვი თუ ეს მონაცემები მე როგორ მივიღე და ვინ მომცა. ისინი ნამდვილი დოკუმენტებია და ამიტომ არის დიდი პროგრესი. მაგრამ ახლანდელ პირობებში ეს ბიჭები არიან ეს ბიჭები ფრთხილობენ, რადგან თავიდან ისინი მზად იყვნენ ჩვენთვის ყველაფერი მოეცათ. ჩვენ ვაპირებდით ამის ბლოკჩეინზე დადებას და იქნებოდა ყველაფერი კარგად. მაგრამ როდესაც მაგათმა გადაწყვიტეს პირადად გამოსულიყვნენ, ეს გახდა პირადი საქმე. და მომეცით უფლება თქვენ მოგიყვეთ ამის შესახებ. თქვენ ყავთ ოჯახები. მე მაგალითად მყავს 4 შვილი, 12 შვილიშვილი და ცოლი. თქვენ ყავთ მეგობრები. თქვენი პირადი თავისუფლება არის მუქარის ქვეშ. მეც მემუქრებოდნენ. ლუ ილიზოდმა მე ღიად გამომაცხადა ტერორისტად, იმის გამო, რასაც ვაკეთებ, ეს არის ამაზე ღიად დენა ინფორმაცია, ასე რომ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ესე იგი ძალიან აზრიანად აცელებენ დეზინფორმაციას, ესე იგი მუქარეს უგზავნიან ხალხს, აშინებენ მათ და მანიპულირებენ მათი და მათ მიმართავენ არასწორი მიმართულებით. და ყოველ ჯერზე, როდესაც გამოჩნდება ახალი ადამიანი, მე ვეჯახები იმედ გაცრუებას, რადგან ხედავ ადამიანები როგორ ლაპარაკობენ და მე მათ ითხრებენ რომელიმე ფიასკოში, როგორც ტაბლოიდულ შოუში, ან ამდაგვარ რაღაცაში. როდესაც მე გავდივარ ერთ გაკვეთილსო, იმ წუთასვე გამოჩნდებაო მეორე გაკვეთილი. უფრო სწორად მომიტევეთ. როდესაც მე ვითვისებო ერთ გაკვეთილს, გამოჩნდებაო მეორე გაკვეთილი ასათვისებელი. თუ შენ ახლა არ ხარ მაღალი არსება, შენ შეუძლებელია ყველაფერი იცოდე. მე არ ვიცი და არც არავინ იცი. შენ ყოველთვის დაუშვებ შეცდომად. მაგრამ ახალი ამბავი შედგება იმაში, რომ ყველაფერს მიუხედავად ის ადამიანი, რომელმაც ეს ვიდეო, რომელიც მე თქვენ განახეთ, კვერცხი რომ მოძრაობს, რომელმაც ეს ვიდეო გამომიგზავნაო, ეს მნიშვნელოვანია. ზოგი იტყოდა, რომ ეს მაგარია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არა. რადგან არსებობენ რამდენიმე ოპერატორები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტებში, რომლებიც პოულობდნენ ამდაგვარ ამის გავს NLO-ს სხვადასხვა დროს ამ ადამიანმა არ გაასაჯაროვა თავისი თავი
მე იმისი თქვა მინდა, რომ მე ვიციო იმასე მეტი ამბობს სტივენ გრირი, რისი თქვა შემიძლიაო ამ პოდკასტში, ამ ეპიზოდშიო. რადგან მე არ მინდა ამის შესახებ ჯერ რომ გაიგონო, მე არ მინდა იმაზე საუბარი თუ ვიწყდები მე ვაშინგტონში. მინდა გითხრათ, რომ ეს სტივენ გრირი არის ინგლისელი, ცხოვრობს ინგლისში და ამიტომ არ გაგიგივდეთ, როდესაც მე გითარგმნით, რომ მე როდესაც ჩავედი ვაშინგტონში ან ჩავედი იქ ან აქ ამერიკაზე როდესაც საუბრობს, ის ხო ზოგიერთს გაუკეთდება ალბათ ვინც არ იცის, რომ ამერიკელია და რატო ამბობს ასე და ეს სტივენ გრირი არის ინგლისელი. ხო, მინდა ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროექტებში და მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ, ბევრ შემთხვევაში ვარდებიან კომაში და კვდებიან. არის ფილმი ახლო კონტაქტები YouTube-ზე დენაო ეს ფილმი, აი როგორც აქ ხდება ამ ფილმშიო გავლენა ცნობიერებაზე, ადამიანის ცნობიერებაზე, ზუსტად ამდაგვარად აპირებს ყველაფრის გაკეთებას ილონ მასკი. არის ასეთი ტექნოლოგია, სტივენი ამბობს, რომ დავარქვათო მას ინტერფეისი, შეგნებული ცნობიერებისთვის, შეგნებული კონტაქტი ცნობიერებასთან, როგორც ხდება ფილმში ახლო კონტაქტი მეხუთე ტიპიცა, უერთდება შეერაღების სისტემას. ეს არის იმ საქმესთან შედარებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი, ესე იგი, საქმეებს, რომელსაც ჩვენ ახლა ვახდენთ, ამ საქმეების საპირისპირო. მაგრამ არის კარგი ამბებიც. ახლა ზოგი სპეც დანაყოფები, სპეც სამსახურები ამბობენ, რომ ჩვენ შეგვიძლიაო შემდეგი გირჩიოთო. იმის მაგალითად, რომ დაიპყროთო ეს ხომალდეები, ჩვენ არ ვიძახებთო ამ ხომალდებს, არამედ მათ ვპატიჟებთო და ხდებაო დიპლომატიური პროტოკოლი. ეს არ არისო ძალადობრივი შეჭრა. უпростоრად ეს არ არისო არაძალადობრივი შეჭრა. ცნობიერება, რომელიც ამის უკან დგას, იმ პროგრამების საწინააღმდეგოა, რომლებსაც იყენებდნენ ამ ხომალდების დასაპყრობად და მოყავდათ ისინი მოქმედებაში. ფაქტიურად მართვის სისტემების დაპყრობით ამ ხომალდებისა, მათთან მიახლოვება და შემდეგ განადგურება მათი ელექტრომაგნიტური იარაღით და სკალარული იარაღით, რაც იწვევს მათ ჩამოგდებას. ესე იგი, რა უნდა სტივენ გრირი, ახლა შეიძლება ბერმა ვერ გაიგო ის, რაც მე ვთქვი. სტივენ გრირის უთხრა იმ სამხედრო არა, თურმე ამან გაიგო თუ როგორ მოქმედებენ სამხედრო მოძალადეები უცხო პლანეტალური ხომალდების წინაშე. ისინი თუ შეამჩნევენ უცხო პლანეტარულ ხომალდს, კი არ იძახებენ მათ, როგორც მაგალითად ხდება თვითმფრინავებში გამოძახება. არა. მათ იწვევენ, პატიჟებენ მოწყუებით, ხო, რომ ახლოს მოვიდნენ, მათ პატიჟებენ და როდესაც ისინი უახლოვდებიან სამხედროელებს, სამხედროელები იყენებენ ელექტრომაგნიტურ იმპულსს და სკალარულ იარაღს, რომ ისინი ჩამოაგდო. ასე ეშმაკურად იქცევიან თურმე. ზოგჯერ ეს უცხო პლანეტელების ხომალდები ეშვებიან კონტროლირებად რეჟიმში და რჩებიან, დაუზიანებენ. კი, ხომ ისინი იმტრევიან. ასე რომ მე ვიციო ყველა წვრთნები. წამყვანი ეკითხება, მაიკლ
მაიკლ მაზოლა წამყვანი ეკითხება სტივენ გრილს, როგორ შეიძლება ასეთი მაღალ განვითარებული ცივილიზაცია ასეთ მახეში გაებას. მშვენიერი შეკითხვაა, პასუხობს სტივენ გრილი. მახსოვს 90-იან წლებში მე მეკითხებოდნენ ადამიანები კლინტონის გარემოციდან, თუ ისინი ასეთი განვითარებულები და წინწასულები არიან, როგორ შევძლიათ ჩვენ მათი მოტყუება. მე ვუპასუხე, რომ ისინი ღმერთები არ არიან, ისინი ადამიანები არიან, ისინიც უშვებენ შეცდომებს. როგორი ახლა ჩვენი სტატისტიკა? რამდენი ცდილობა ისინი მოკლათ საერთო ჯამიდან და რამდენი არის მათგან რომლებსაც გაუმართლათ ძალიან ცოტა. ერთ საიტზე სადაც მე ვიყავი, ჯეი გებერმა მითხრა, ჩვენ წელიწადში ვანადგურებთ 1 ან 2 ხომალდს, მაგრამ ისინი უფრო მეტნი არიან. ისინი განლაგებული არიან სივრცეთა დროი, ესე იგი, межпространственном времени. ხო, სივრცეებს შორის, ესე იგი, იქ დროს სხვანაირად მიედინება და განლაგებული არიან სივრცეში დედამიწის გარშემო. ეს არ ხდება ყოველდღიურად, მაგრამ წამოიდგინეთ, თქვენ ყავთ პატარა ხომალდი და იქ 2 თუ 3 ან 4 უცხო პლანეტელია, რომლებსაც ადრე ლაპარაკობდნენ არამეტიერი ბიოლოგიური არსებები. ისინი არ ადევნებენ თვალს არაფერს, მაგრამ უცებ რაღაც ხდება და უცებ ჩნდება სიგნალი, რომელიც წარმოადგენს შეგნებულ ცნობიერებას და წინწასულ განვითარებულ ტექნოლოგიას და ამ კვანტურ გადახლართულ სამყაროში. მე მინდა გითხრათ, რომ მე ბევრი შეხვედრა მქონდა ისეთებთან, რომლებიც პირდაპირ ტელეპორტაციას აკეთებენ ჩვენ ურთიერთობებში. ჩვენ უნდა დავამყაროთ კონტაქტი უცხო ცივილიზაციებთან, დრო აუყვე და როდესაც ჩვენ დავამყარებთ მშვიდობიან კონტაქტებს ამ უცხო პლანეტელების ცივილიზაციებთან, ჩვენც გავხდებით კოსმოსური ცივილიზაციის ნაწილი. როგორც ახლა მაგალითად რატომღაც საქართველოს კი არა, საერთოდ განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ შევიდნენ გაეროში, შევიდნენ ევროკავშირში და ასე შემდეგ, ხო? რატომ ხდება ეს? რომ ჩვენ ვიგრძნოთ, ამ ხალხმა იგრძნოს ამ ქვეყნებმა თავი დაცულად, რომ გქონდეთ ფინანსური ხარდაჭერა, გაიმჯობესონ ცხოვრება, ხო? მაგრამ ხომ ყველაფერს მარტო დადებითი მხარე არ აქვს, აქვს ხომ უარყოფითი მხარე. და როგორ გონია თქვენ? აი, მე მინდა ახლა თემას გადავუხვებ ცოტა. როდესაც ქვეყნები ცდილობენ შესვლას ან გაეროში, ხო, ან ევროკავშირში, ვიც არის თავისუფლების მოყვარული? კითხეთ თქვენ თავს, განა თქვენ თავისუფლები იქნებით, ან ქვეყანა იქნება თავისუფალი თუ სადმე შევიდა? არა, ამაგრეთად არის ქვეყნები დიდ ოცეულში შედიან, არიან ქვეყნები, რომლებსაც პატარა-პატარა კავშირები შექმნილი, ხო?
როდესაც შენ სადმე შედიხარ, თუნდაც ეს რელიგიური ეგრეგორი იყოს, თუნდაც ეს პარტიული ეგრეგორი იყოს, თუნდაც ეს რაღაც საზოგადოების ეგრეგორი იყოს, შენ უნდა დაემარჩილო იმ ეგრეგორს, სადაც იმყოფები. ესე იგი, შენ არ ხარ თავისუფალი, ხო? შენ არ აგავს არჩევნის თავისუფლება. შენ შეიძლება შენი აზრი გაგაჩნდეს, მაგრამ მაინც სხვის ჭკუაზე უნდა გაიარო. იცით რა, რომ ახალგაზრდა ვიყავი ცოტამე, ადრე ფიქრობდი, რა კარგია თუ ჩვენ შევალთ ევროკავშირში, რა კარგია თუ ჩვენ შევალთ გაეროში ან ნატოში, მაგრამ არაფერი არ ხდება ისე. არავინ არ დაგიცავს უმიზეზოდ რაღაცის მაგერის გარეშე. არავინ გასისხევს ფულს ისე, რომ რაღაც არ თხოვოს. არავინ გაგიტოდებს დახმარების ხელს, თუ ვინმეს ეს არ აწყობს. ესე იგი, სამაგეროს ელოდებიან, ხო? და თავიდან და ახლა მე ვფიქრობ, ავიღოთ საქართველო. რამდენი რა ამბავია თბილისში? ani მიტინგები, დემონსტრაცია, ზოგი შავდება. ჯერ კიდევ არ შეხორცებულა ის ნაიარევი ხალხმა, რომ ხალხი რო ტყვიით დასერეს, დათვის ტყვიებით. და ზოგმა თვალი დაკარგა და ზოგი კიდევ დაშავდა. არა, მე პოლიტიკას არ ვეხები, უბრალოდ საერთოდ ვამბობ. ჩვენ რისი გწამს, საერთოდ ადამიანებს ჩვევია, რისი გწამს, გწამთ ჩვენ ყველას, იმას ვიცავთ. ეს მარტო ქვეყანას კი არა, ეხება ოჯახებსაც. ოჯახებში ხდება ისეთი რაღაცა, მაგალითად, რომ ოჯახში არის ტირანი, ის გაიძულებს შენ მის ჭკუაზე იაროს, ის შენ გატერორებს ყოველდღე, 7 ძილი არ აგაქვს, 7 ჭამა არ აგაქვს, 7 ძილი არ აგაქვს, 7 ცხოვრება არ აგაქვს. მაგრამ შენ ვერაფერს ვერ ამბობ, რადგან ის არის ან შენი მშობელი, ან შენი ძმა, ხო? ან დედა. და საერთოდ მე არ ვიცი ხა სხვაგან, მაგრამ მგონია ყველგან ასია. შორეულ სოფლებში, რომლებიც ახლოს არ არიან განლაგებული ქალაქებიდან, უფრო არის გავრცელებული და ფეხ მოკიდებული ასეთი მდგომარეობა. შენ თუ ცოლი ხარ, ვერ გაიქცევი ვერსად შენ ქმარს, შენ თუ შვილი ხარ, ვერსად გაიქცევი, გოგო თუ ხარ, თუ არ გათხოვდი ისე იქარობას ვერ დააღწევ თავს, ხო? და ზოგი ქალიშვილები, რომ მასეთ ოჯახებს თავი დააღწიონ, თვალდახუჭული თხოვდებიან, მნიშვნელობა რა მათთვის, ვის მიყვებიან ცოლად. ოღონდ წავიდნენ მაგ სახლიდან, გაიქცნენ მათ სახლიდან და ბევრი ებმება შემდეგ ახალ მახეში. უფრო არის წამებაში და ტანჯვაში. ამიტომ მოვიყვანე მე ეს მაგალითები. მე ვფიქრობ, ადამიანმა იმისთვის კი არ უნდა იბრძოლოს, რომ ვინმეს კლანში შევიდეს, ვინმეს ორგანიზაციაში შევიდეს, ან რომელიმე ქვეყანას შეუერთოს თავისი ქვეყანა, ან და ასე შემდეგ. არა. ეს ბრძოლა უნდა დაიწყოს ოჯახიდან. ახამდელი ბავშვების სიტუაცია უფრო გაუმჯობესებულია, რატომ და ახლა იბადებიან ისეთი ბავშვები მოდიან,
რომლებიც არ უსმენენ მშობლებს, რომლებიც თავის აზრს იცავენ, ეწინააღმდეგებიან მშობლებს, ახლა სხვა თაობა მოდის. ის რაც მაგალითად მე ბავშვი რო ვიყავი, თუნდაც მოზარდი, მე ხმის ამოღების კიც მეშინოდა, რომ ჩემი აზრი, მე არ მქონდა უფლება ჩემი აზრი გამომეხატა. ფაქტობრივად ჯანმრთელი ბავშვი მე გამომიყვანეს ჩუნგი. ჩავიკეტე, მე ვიყავი ჩემ თავში ჩაკეტილი. ჩემ ფოთლებში. და სამწუხაროდ მე ბრძოლა დავიწყე ძალიან გვიან ჩემი თავისუფლებისთვის, ჩემი აზრის გამოსახატავად, ჩემი სიმართლისთვის. მაგრამ ახლა დღევანდელ დღეს მე დავჭი მარტო. ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე. ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი. დავჭი ჯანმრთელობის გარეშე. და მთავარი ის რომ მაქვს პრობლემები ხერხემალზე, არ მემორჩილება კიდურები, არა, სიარულით კიდავდივარ მე სახლში და გარეთ უგავდივარ, კიდავდივარ ჯოხით. სპეციალური ის მომიტევეთ არ გამახსენდა ქართულად რა ქვია, მაჭუგი მეგრულად. წამოგიდგენიათ, მხოლოდ დავშივარ და რასაც ვაკეთებ ძლივს. არის რაღაც პრობლემები, რაც მე მიჭირს. მაგრამ სიმხნევეს მე არ დავკარგავ, რადგან ეს არის ყველაზე დიდი ჯანმრთელობა, როცა შენ ხარ ხნე და ხარ პოზიტიურად განწყობილი. თუ შენ, სანამ შენ იქნები პოზიტიურად განწყობილი და ხარ მხნედ, მერწმუნედ, შენ ვერაფერი ვერ დაგამარცხებს. მერწმუნედ. მოდით თემას დავუბრუნდეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ სიონიკების ხმალი და გადავაქციოთ ის და გადავაქციოთ ეს ხმალი მშვიდობიან გუთნად. გუთანი ხომ იცით რა? კადრში გრირი გულისხმობს, მე რო თქვენ ვიდეო გაჩვენეთ. იქ რაღაც წაგრძელებული რომაა ჯოხივით. ხო, მაგ ჯოხის დახმარებით, ასე დავარქვათ, თურმე ამ კვერცხს ამ კვერცხის ამოღება უნდათ. და ამბობს ახლა სტივენ გრირი იმ კადრშიო, სადაც კვერცხს იღებენ, კვერცხის ამოღება უნდათო, ამ კვერცხისებური ობიექტის ამოღების ამოღება უნდათო, აღება, რომელიც განლაგებულია საიდუმლო ადგილას. თავიდან იყო დაგეგმილი, რომ ამ ვიდეოს ვანახებ მთელ მსოფლიოს ყოველი ახალი ამბების გამოშვებაში და ყოველ პოდკასტში ამერიკის მთავრობაში, მაგრამ რადგან მათ უნდათ პირადად ამის შესახებ მოეყოლათ, მაგათმა დაიწყეს ინფორმაციის თანდათანობით გახსნა, რომ ნახონ თუ როგორ რეაქცია იქნება საზოგადოებას. და აი მე რა მითხრეს, ნახოთ რას გააკეთებს ამერიკის მთავრობა, ნახოთ როგორ მოიქცევიან მედია, ნახოთ რას გააკეთებს საზოგადოება. ისინი თითქოს უშვებენ საპრობო ბურთებს და აკვირდებიან თუ რა მოხდება. თუ ესვრიან მაგ ბურთს. წამყვანი ეკითხება, ეს გონივრული სტრატეგიაა? არა, ეს ის არ არის, რისი რჩევა მე მინდოდა და რა უნდათ სხვებს, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ამბობს სტივენი. მე ვგულისხმობ, რომ მე არ დამაპატიმრებენ და არც მომკლავენ.
რადგან მე მონაწილეობდი ძალიან გასაიდუმლებულ ოპერაციებში, მე მათ არ ვსჯი, მე პირდაპირ და სამართლიანი ვარ, მე ალბათ არ მოვიქცეოდი მასზე, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საშიში მეთოდია და მე ვფიქრობ, რომ ეს ეფექტური არ არის. თუ თქვენ გინდათ, რომ საქმე დააჩქაროთ, თქვენ გჭირდებათ მეტი ვიდრე რამდენიმე წამი, რომ სფერული კვერცხი ან ობიექტი კვერცხის ფორმით დაიწყო მოძრაობა ვერტფერავის ქვეშ. თქვენ გჭირდებათ, რომ ეს დაამოტოს რამდენიმე ადამიანმა, თქვენ უნდა იცოდეთ ადგილმდებარეობა, თქვენ უნდა გახსნათ ეს ოპერაცია, თქვენ უნდა გახსნათ კორპორაციის დასახელება, რადგან მე ვიცი რა კორპორაცია და რას მოღვაწეობს. ის ციგნები და ის დისკები, რომლის გამო ეს ადამიანი გაქრა, მე ვიცი რა ინფორმაცია იდო მაგათში. მე ახლობით წარმომიდგენია თუ იქ რა ინფორმაცია. წამყვანი ეკითხება შეგიძლიათ თუ არა მოგვიყვეთ. სტივენი გრირი ამბობს, რომ კი, ჩვენ არქივებში არის ინფორმაცია ამ ობიექტებზე 1994 წლებში. კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვეს ეს შედარება რადიაციის და ტრამვების უცხოპლანეტელების ტექნოლოგიებთან. გეტყვით პირდაპირ ეს არის სითრუე. მე მინდა ეს ავოხსნა ხალხს, ვარსკვლავთა შორის ხომავდი. არ იყენებს ატომურ ელექტროსტანციას. ატომურ ელექტროსტანციებს უკაცრავად ატომურ ელექტროსადგურებს ვიყენებთ მხოლოდ ჩვენ ადამიანები დედამიწაზე. არის ერთი პიროვნება ჯეიმს ბარმენი, რომელიც მონაწილეობდა პროექტში, რომელიც იყო დაკავშირებული ატომურ სადგურთან. იქ მოხდა რაღაცა თურმე და ეს სტივენ ეს პიროვნება, რომელსაც ესაუბრა სტივენ გრერი, ამბობს, რომ ისინი არ იყვნენ დასაცავ კოსმოსში, რადგან მათ არ უთხრეს, რომ ის ადგილი იყო რადიოაქტიური. მე არ მიყვარს, როდესაც ჩვენ ყველას გვატყუებენ, მაგრამ მკითხეთ ვიეტნამის ვეტერანებს, რომლებიც დაზარავდნენ ნარინჯისფერი აგენტისაგან. ადარდებთ თუ არა ამ კორპორაციების ხელმძღვანელებს და მათ სამხედროელებს, უпростоრად მათ სამხედრო პირებს, რომ ჯარისკაცები ზარავდებიან. მე ვერ ვიტან, როცა ხდები ცინიკური, მაგრამ ეს არის ზარი, სიგნალი. მათ თქვენზე მიაფურთხებიათ, თუ ადამიანები დაიღუპებიან, დაზარავდებიან, დაშავდებიან, მაგრამ თუ ეს არის მასე არის საჭირო საქმის დასაჩქერებლად, ესე იგი, თუ მათ სჭირდებათ, რომ საქმე დააჩქარონ, იგენი არიან ყველაფერს წამსლელები. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ობიექტი, როგორც კოსმოსში, ისე თვითმფრინავებზე, რომლებიც არის ატომური და გასაიდუმლებული არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ რუსეთშიც და ჩინეთშიც. ჩვენ გვაქვს ატომური ელექტროსადგურები თანამგზავრებზე, რომლებზეც ხდება ხოლმე რაღაც უბრალოდ რომლებიც წყობიდან გამოდიან, მომიტევეთ, რომლებიც მუშაობა ხანდახან გამოდის წყობიდან და როდესაც ისინი გამოდიან წყობიდან, კარგავენ თავის ორბიტას და ვარდებიან ქვევით. და ეს ამ ინფორმაციას იკავებენ საიდუმლოდ, რომ საზოგადოება არ აჯანყდეს, რადგან ეს ჩამოგავს ბინძური ჭურვის ჩამოგდებას და ვარდას სოფლის რომელიმე ადგილში. ჩვენ გვაქვს აგრეთვე ექსპერიმენტალური აპარატები, გრავიტაციული კი არა, გრავიტაციული ძრავით კი არა, არამედ ძრავა, რომელიც იყენებს ატომურ ენერგიას. აგრეთვე, როდესაც ეს აპარატები გამოდიან წყობიდან, ეს არც ისე სასიამოვნოა, ხომ ასია? იმიტომ რომ ეს არის ატომური ენერგია, არის კიდე მესამე ძალიან უცნაური კატეგორია. ნახეთ, შეგიძლიათ ნახოთ არქივში რაღაც საქმე, ლეტრასიო თუ რაღაც, ხო, ამერიკაში ეს განლაგებული რამდენიმე ათეული წლის უკან, 1990-იან წლებში, ოჯახი
რომელშიც იყო 5 წლის ბიჭი, დედა და დეიდა თუ მამიდა, ნუ ჭოჭა ითარგმნებულად, მანქნით მიდიოდნენ შოსეზე, ტრასაზე, ხისტონის ჩრდილოეთისკენ და უცებ ციდან ვარდება რაღაც უცნაური დეტალი, რომელიც აფრქვევდა, ანათებდა და აფრქვევდა ენერგიას. მაგათმა არ იცოდნენ, რომ ეს რადიოაქტიური ნარჩენი იყო. იმ დროს თავარი გამომძიებელი იყო დოტისი ავიაბაზა კერკლეგიდან, მაგრამ ის აგებდა პასუხს ნიუ-მექსიკოს მთელი რეგიონის გამო. ეს იყო პილოტირული это был пилотируемый аппарат, ესე იგი ამ აპარატს ყავდა ფრინავი და ის მართავდა. ამ აპარატს მართავდა ფრინავი 51 ზონიდან ელისი და მათ ვერ გაეგო თუ როგორ მუშაობდა ეს აპარატი. მათ უცოდინარობის გამო დააყენეს ეს ერთ-ერთი პორტატიული ატომური ელექტროსადგური. აპარატზე დაუყენებიათ ეს პორტატიული ატომური ელექტროსადგური. ნუ რადგან პორტატიულია, ეთყობა პატარა ზონისა და ეს ელექტროსადგური, პორტატიული ელექტროსადგური გამოსულა წყობილა და რადიოაქტიური ნივთიერებები დაეყარა თავს ამ ოჯახს. დღემდე ტეხასის რაიონში ადამიანები, რომლებიც მოხვდა ამ რადიოაქტიური ნარჩენების მოქმედების ქვეშ, ჯერ კიდევ ცხოვრობენ იქ. წამყვანი ეკითხება, რატომ იყენებ შენ რიჩარდ დოტის როგორც წყაროს მოწოდებელი ინფორმაციებისა, რასაც შენ იღებ, რატომ არის ეს რიჩარდ დოტიო შენი წყარო? იმიტომ რომ ეს დოტი არის დეზინფორმატორი, მაგრამ ჩვენ როდესაც მასთან ვიყავით, ჩვენ იმდენი ვიცოდით, რომ ჩვენ შევძელით სიმართლე გაგვიგო ამ დოტისგან. დღემდე უფოლოგები ამბობდნენ, თუ თქვენ შეხვალ კონტაქტში უცხოპარენტელებთან შეგიძლიათ მიიღოთ დამწრობები. და ასეთი ინფორმაციის შემდეგ მე მიზიდავს პიროვნება ლანავთან, რომელიც იყო აღიარებული შოუში ცერეუს პადრაჩიკად და სამწუხაროდ მე ეს გავიგე ჩემზე, მე ეს გადავხდა მე ჩემი წარე გამოცდილებიდან გამომდინარე, სადღაც 12 წლის უკან, როდესაც ის ატარებდა ბიოლოგიურ გამოკვლევებს ატაკამის გუმანოიდებისა და შეგნებულად გააყალბა შედეგები. და ამის დამტკიცება შეძლეს, რომ ამათი გაკეთებულია, ამათ მართლა შეცვალეს შედეგები. მე დღემდე არ ვიცი თუ რას წარმოადგენს ჰუმანოიდი ატაკამა, უკაცრავად ატაკამის ჰუმანოიდები. აი ეს არის ატაკამას ჰუმანოიდები. ნახეთ რა პატარა აგე. აი ეს. და ახლა აკეთებენ იმას, რომ ვითომ ატარებენ გამოკვლევებს, რომ დაამტკიცონ თითქოს უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა იწვევს დამწრობით ტრავმას. აგრეთვე ჩვენ მოვიდებნიათ საბუთები, სადაც იყო აღნიშნული აღწერილი თუ ცერეუ ამერიკის სადაზვერვო მმართველობა როგორ აწყობდა უცხოპლანეტელებთან შედიოდა უცხოპლანეტელებთან კონტაქტში, რომ შემდეგ გაერთილებიათ დეზინფორმაცია შემოჭრის საჩუქრების შესახებ. თითქოს უცხოპლანეტელები ძალიან დიდ საჩუქრებას წარმოადგენენ დედამიწების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. Იგი
შეუძლიათ მიაყენონ დედამიწელებს ზიანი. შეიძლება ესე იგი შეიძლება დედამიწელები დაჩავდნენ თუ შევლიან კონტაქტში უცხო პლანეტელებთან. და ამის მიზანი მდებარეობს იმაში, როგორც წინათ კიდე მე ვთქვიო, რომ შეადგინონო კოსმოსური ესე იგი ყალბი საშიშროება კოსმოსიდან და წარადგინონ მტკიცებულება, რომლებიც შექმნა ЦРУ-მ და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებმა და შემდეგ დაარქვან მათ უცხოპლანეტარული ინფორმაცია, თუმცა ეს მასე არ არისო. მე ერთხელ შემარქვეს გრტე, რომელიც ადგილს არ მოიცვლის. მე არა ვარ ჯიუტი. ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მიზანი. ჩვენ გვინდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი კაცობრიობისთვის, სადაც იქნება ახალი ტექნოლოგიები, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ ჩაგვითრიონ ვარსკვლავთა და გალაქტიკათა შორისო კოსმოსურ ომებში, რელიგიურ სიძულვილში. ჩვენ არ გვინდა რომ ახალმა ომმა შეცვალოს რეგიონალური კონფლიქტები და ომები. მაგრამ დეზინფორმაცია და ინფორმაცია თითქოს ჩვენ დავამყარეთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი, მაგრამ ჩვენ გვინდა მათი მოკვლა, ეს არ არის მეხუთე დონის კონტაქტი.